ყველა გახარებულები დარჩონ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია მოსახლეობას შეხვდა ახმეტელის თეატრში პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ ამ მრჩევლებს. გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მხარდაჭერა სთხოვა და დაპირდა ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომლებიც პრიორიტეტულია გლდანის მოსახლეობისათვის. 577-10-011. ეს არის ჩემი პირადი ტელეფონი, რომელიც გააქტიურდება უკვე ორშაბათიდან დღისა და ღამის ნებისმიერ საათზე. მე ვარ მზად, თუკი დაგჭირდება თქვენ, დამირეკოთ, ვიყოთ თქვენს გვერდით, ვუპასუხოთ თქვენს ზარებს და ვიყოთ თავიდან ბოლომდე გლდანში. ორშაბათიდან ამ მომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი თხოვნით ინგა გრიგოლიას პირადად მიმართონ. გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი ახმეტელის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოაცხადა. ინგა გრიგოლიამ პარტიის პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა. რასაც შეგწირდებით, იცოდეთ, რომ თავს მოვიკლავ და მაინც გავაკეთებ. თავს მოვიკლავ და აუცილებლად დაგეხმარებით იმაში, რომ ოდნავ ღირსეულად მაინც ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. თავს მოვიკლავ და თითოეული თქვენგანის გვერდზე ვიქნები ყოველთვის დეპუტატობის შემთხვევაშიც, არა დეპუტატობის შემთხვევაშიც, თუ ჩემი მხარდამჭერების ნახევარი მაინც ჩათვლის, რომ მე ვერ ვიქნები თქვენი ღირსეული დეპუტატი, მე გთავაზობ წინადადებას, რომ ხელმოწერების საფუძველზე, აი ამ თუნდაც ნახევარი მხარდამჭერების ხელმოწერების საფუძველზე მე დავტოვო საქართველოს პარლამენტი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, გაძლევთ პირობას, თავს მოვიკლავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სიტყვა შევასრულო, რასაც მე თქვენ დღეს გეუბნებით. სამართლიანი ტარიფები ხალხს ინგა გრიგოლიას განცხადებით ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში კომუნალური დავალიანება ყველა ოჯახს ჩამოეწერება. გამოდის ჩვენი პრეზიდენტი და გვაფოლებს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. გვეუბნება, რომ თითქოს ოქროს ხანაში ვცხოვრობ, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ბედნიერი ადამიანები დადიან, თითქოს ცხოვრება ვარდების რევოლუციის მერე. ისეთი გალამაზებულია ჩვენს ქვეყანაში, ისეთი შესანიშნავია, რომ ამ დროს პრეზიდენტს არ უნდა რომ გაიხსენოს, მილიონზე მეტი უმწეო რომ ყავს. არ უნდა გაიხსენოს, რომ თავისი გაძვირებული გადასახედებითა და ტარიფებით ხალხი წელში არის გამწყდარი. ხალხს სჭირდება სამსახური, ხალხს სჭირდება დასაქმება, ხალხს სჭირდება შვილების განათლებისთვის საჭირო ფული, ხალხს სჭირდება ღირსების შენარჩუნება, ვაუჩერები ნაციონალებმა წაიღონ სახში. იმის მოსაგონად, რომ ოდესღაც იყვნენ ხელისუფლებაში. თქვენ გჭირდებათ იაფი ტარიფები. ახმეტელის თეატრში დღეს ქრისტიან-დემოკრატების სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც იმყოფებოდნენ. მოსახლეობას სიტყვით მათაც მიმართეს. თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხება ინგა გრიგოლიას შეუძლია. შეუძლებელია გავლეს საქართველოში სიმართლის სიმბოლო იყოს შენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ის იკრიტეს კენჭს ყველაზე დიდ რაიონში თბილისის. ყველაზე დიდ პასუხისგებლობას იღებდეს თბილისში. ყველაზე მეტი ადამიანის გაჭირვებაზე იღებდეს პასუხისგებლობას და ყველაზე მეტ ადამიანს დედაქალაქში ეუბნებოდეს, რომ შენი გულისათვის ვიომებ, ვიბრძოლებ, კბილებით დავიცავ შენს ინტერესს. შეუძლებელი არის, რომ იმ გუნდმა არ გაიმარჯვოს და აუცილებლად გავიმარჯვოს. რაოდენ დიდი ძალაც არ უნდა დაგვიმეჩნდეს ანტიქართული ძალა ხელისუფლების სახით. რაოდენ დიდი კედელიც არ უნდა დადგეს ანტიქართული. იმიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კედელს ვანგრევთ არა თავით, არამედ გონებით. ჩვენი დაპირებების არასდროს არ მსხვენია. ჩვენ დაპირებებს არასდროს არ გაუპირვართ. ჩვენ დაპირებებს იმის დამიხედვით, რომ არჩევნები არ მსვლით. ჩვენ მუდამ რომ დავიწყეთ რამოდენიმე წელია და საუბრობთ, რომ ტარიფები არის დასაწევი, რომ სამართლიანი ტარიფები ჭირდება ხალხს, რომ ენერგეტიკა უნდა დაუბრუნოთ საქართველოს, ამისთვის ვიბრძოლეთ 2010 წლიდან დღემდე და ამისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თელასი 75% უნდა გამოვიწყიდოთ. რატო იცით? 25% ჯერ კიდე სახელმწიფოს ხელშია. 20 აგვისტოს 5 დღის წინ სახელმწიფომ ეს 25% გადასცა საპარტნიორო ფონდს და უნდა რომ გაყიდონ. ამიტომ ეს არის დიდი შეთქმულება თბილისსა და თბილისელების წინააღმდეგ, რასაც თქვენ 1 ოქტომბერს წინ უნდა აღუდგეთ. ჩვენ
ვიმუშაობთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე. ეს არის რა თქმა უნდა სამართლიანი ტარიფების დადგენა, ეს არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ეს არის სოციალური პრობლემების მოგვარება. ის რაც მივიღეთ 9 წლიანი მმართველობის შემდეგ ნაციონალური მოძრაობისა, ეს არის ის რომ ადამიანები საკუთარი პენსიით იქნება, საკუთარი ხელფასით თუ სოციალური დახმარებით წამლის შეძენასაც ვერ ახერხებენ. ჩვენი პროგრამა, ყოველი დაპირება, ყოველი წინადადება არის გამყარებული გაანგარიშებით და თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს დაპირებები შესრულდება და თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რასაც როდესმე გვპირდებოდით. საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ ახმეტელის თეატრში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის ქრისტიან დემოკრატები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.